ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ ჰორმუზის სრუტეში 6 ირანული კატარღა გაანადგურა და ახლა კრიზისი თეირანთან საზღვაო დაპირისპირების ყველაზე საშიშ ფაზაში შევიდა. ამ ორშაბათს 2026 წლის 4 მაისს ოპერაცია მაშინ განხორციელდა, როცა ცენტრალური სარდუობა ცდილობდა კომერციული გემებისთვის უსაფრთხო მარშრუტის გახსნას პროექტი თავისუფლების ფარგლებში. კატარღები, რომლებიც ირანის ძალებთან იყვნენ დაკავშირებულნი, ამერიკის მიერ დაცულ გემებს დაესხნენ თავს იმავე დროს, როცა დრონები და რაკეტებიც ისროლეს ამერიკულ ოპერაციაზე. პასუხი სწრაფი იყო. აპაჩისა და სიჰოკის ტიპის ვერტმფრენებმა დაარტყეს 6 ხომალდს, რაც პირდაპირ გზავნილი იყო რევოლუციური გვარდიისთვის, რომ გასასვლელი შიშს არ გადაეცემა. ეხლა ყველაფერს მობიყვები, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. ადმირალ ბრედ კუპერის, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მეთაურის თქმით, ეს კატერები უბრალოდ არ მოძრაობდნენ რეგიონში. ისინი ირანის მცდელობის ნაწილი იყვნენ ჩაერიონ პროექტ თავისუფლების წინსვლაში, რომელიც ცდილობს სავაჭრო გემები უსაფრთხოების გამაგრებულ ზონაში გაატაროს ომანის წყლებში. ოპერაცია განხორციელდა ირანის რამდენიმე კვირიანი ბლოკადის შემდეგ, როდესაც ასობით ხომალდი გაჩერებული იყო სპარსეთის ყურეში და ათასობით ეკიპაჟის წევრს არ ჰქონდა გასასვლელი. ამერიკელების ბრძანება მარტივი იყო. სამოქალაქო გემების დაცვა, დერეფნის გახსნა და იმის აღკვეთა, რომ შეიარაღებულმა მცირე ხომალდებმა მარშრუტი საზღვაო მახედ არ გადააქციონ. მთავარი ისაა, რომ 6 კატერი უშუალო საფრთხედ მიიჩნიეს. ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანულმა ძალებმა ამერიკული დაცვის ქვეშ მყოფ გემებზე ფრთოსანი რაკეტები, დრონები და მცირე ხომალდები გაუშვეს. კუპერმა განაცხადა, რომ საფრთხეები ზუსტი თავდაცვითი საბრძოლო მასალის გამოყენებით იქნა განეიტრალებული. პირდაპირ ენით რომ ვთქვათ, ვაშინგტონი ამბობს, რომ იმ კატერებმა ზღვარი გადაკვეთეს. ისინი ჩვეულებრივი ნავები არ იყვნენ, რომლებიც ზღვაში დაიკარგნენ. ისინი იყო გათვლილი ზეწოლის ნაწილი, რათა გამოეცადათ რამდენად აიტანდნენ შეერთებული შტატები ირანის დაშინებას სრუტეში. ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ ირანული 6 კატერიდან არ არსებობს. ამერიკულმა სამხედრო წყაროებმა დაადასტურეს ხომალდების განადგურება, მაგრამ საჯარო მონაცემები დაღუპულთა შესახებ არ გამოუქვეყნებიათ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საზღვაო კრიზისის დროს ამ რიცხვის არარსებობა არ ამცირებს შემთხვევის მნიშვნელობას. მთავარი ფაქტია, რომ ამერიკის საზღვაო ძალები გაფრთხილების მდგომარეობიდან გადავიდნენ პირდაპირ მოქმედებაზე იმ ხომალდების წინააღმდეგ, რომლებიც ვაშინგტონის თქმით კომერციულ გემებს ემუქრებოდნენ. ამ ეტაპიდან გზავნილი ტონს იცვლის. ირანი შეიძლება სწრაფი ნავების გამოყენებას შეეცადოს სრუტეში შიშის დასათესად, მაგრამ ახლა ნებისმიერი აგრესიული მიახლოება შეიძლება მყისიერ პასუხს მიიღოს. ეს ნავები რევოლუციური გვარდიის ცნობილი ტაქტიკის ნაწილია. გამოიყენონ პატარა, სწრაფი და ძნელად დასადევნებელი ხომალდები, რათა გარშემო შემოერტყან, დაემუქრონ ან ზეწოლა მოახდინონ უფრო დიდ გემებზე. თეირანი გამანადგურებელ ხომალდთან პირდაპირ დაპირისპირების ნაცვლად ხშირად სიჩქარეზე, რაოდენობასა და პროვოკაციაზე ფსონსდებს. ეს ნერვების ომია ზღვაში. ერთი ნავი ჩნდება, მეორე უახლოვდება, მესამე კი ცდილობს მარშრუტი გადაუჭრას. მიზანი კი არის საკმარისი არეულობის შექმნა, რომ ვაჭრობა შეჩერდეს, რისკი გაიზარდოს სადაზღვევო კომპანიებისთვის და გადამზიდავი კომპანიები დაარწმუნონ, რომ ჰორმუზის სრუტეში არ გაიარონ. ზუსტად ამ ტიპის ზეწოლის გარღვევა სცადა თავისუფლების პროექტმა. ჰორმუზის სრუტე ამ დაპირისპირების ცენტრშია, რადგან ის სპარსეთის ყურეს, ომანის ყურესა და არაბეთის ზღვას აერთებს. ვინც ამ გასასვლელს აკონტროლებს, ის ზეწოლის ნაწილსაც აკონტროლებს. დაიმახსოვრე, რომ 2 ამერიკული დროშის მქონე სავაჭრო გემი შეძლოს სრუტის გადაკვეთა და მოგზაურობის გაგრძელება. ცენტრალურმა სარდლობამ ეს წინსვლა წარმოადგინა, როგორც პირველი მტკიცებულება იმისა, რომ დერეფანი შეიძლება ამოქმედდეს. ამავე დროს ირანმა უარყო, რომ სავაჭრო გემებმა გადაკვეთეს ეს ტერიტორია და ასევე უარყო გემების დაკარგვა. ვერსიების ეს დაპირისპირება დამახასიათებელია სამხედრო დაპირისპირების მომენტებისთვის. ერთი მხარე ცდილობს კონტროლის ჩვენებას, მეორე კი ცდილობს დამარცხების სურათის თავიდან აცილებას. მაგრამ ოპერაციული ფაქტი თეირანის წინააღმდეგ მოქმედებს, რადგან გადასვლა შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა. კორიდორი გააქტიურდა და ამერიკულმა სარდლობამ საჯაროდ გააფრთხილა, რომ ირანულმა ძალებმა დისტანცია უნდა დაიცვან. რაც ეს კატერები პრაქტიკაში აკეთებდნენ, იყო მცდელობა ხელი შეეშალათ მარშრუტის გახსნისთვის. ისინი გამოჩნდნენ მაშინ, როცა ვაშინგტონი ცდილობდა გადაეადგილებინა გემები, რომლებიც უფრო დიდი სტრუქტურით იყო დაცული, დესტროიერებით, ვერტმფრენებით, თვითმფრინავებით, დრონებით, ელექტრონული ომითა და წყალქვეშა საშუალებებით.
ამერიკელების იდეა მხოლოდ ერთი გემის გაცილება არ არის, არამედ უფრო ფართო დაცვის ზონის შექმნა. მრავალფენიანი თავდაცვითი სისტემით, რათა ირანს არ ქონდეს შესაძლებლობა აირჩიოს იზოლირებული სამიზნე და გადააქციოს გადაკვეთა შანტაჟად. აპაჩისა და სიჰოკის ვერტმფრენებით პასუხი აჩვენებს, რომ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა სწრაფად უპასუხოს ნავების ტაქტიკას. ეს საჰაერო ხომალდები გამოიყენება ზღვის მოძრაობების სათვალთვალოდ და ახლოს საფრთხეებზე რეაგირებისთვის, ისე რომ მხოლოდ დიდ გემებზე არ იყოს დამოკიდებული. ამ ორშაბათის ინციდენტში ამერიკული ანგარიშის მიხედვით სწორედ ისინი იყვნენ პასუხისმგებელი 6 ხომალდის ჩაძირვაზე. მიზანი არ ყოფილა ტერიტორიის დაკავება და არც ომის ხმელეთზე გაფართოება. მიზანი იყო შეეჩერებინათ მცირე ირანული დანაყოფები, რომლებსაც შეეძლოთ სამოქალაქო გემებზე თავდასხმა, ან მათი დაბლოკვა სრუტის ხელახლა გახსნის დროს. ქმედების მიზეზი ასევე დაკავშირებულია ადამიანურ რისკთან. პროექტი თავისუფლება დონალდ ტრამპმა წარმოადგინა როგორც ჰუმანიტარული ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო რეგიონში გაჭედილი გემებისა და ეკიპაჟების გამოყვანა. საერთაშორისო მედიაში მოყვანილი შეფასებების მიხედვით, მარშრუტის ფაქტობრივი დახურვის შემდეგ 850-ზე მეტი გემი და დაახლოებით 20,000 მეზღვაური იყო გაჩერებული ყურეში. ასეთ ვითარებაში ირანის მიერ გაგზავნილი თითოეული კატარღა, რომელიც გემების დაშინებას ცდილობს, მხოლოდ ვაშინგტონს არ ახდენს ზეწოლას. ის ზეწოლას ახდენს ზღვაში მომუშავეებზე, სატრანსპორტო კომპანიებზე, ეკიპაჟის ოჯახებზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გამავალი ენერგიაზე არიან დამოკიდებული. ისტორიამ უკვე აჩვენა, რომ სწრაფი კატარგები შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს, როდესაც მათ იყენებენ ძალები, რომლებიც ცდილობენ საზღვაო სისუსტე პროვოკაციითა და მასობრივი შეტევით აანაზღაურონ. 1988 წლის 18 აპრილს ოპერაცია მანტისის ნადირობის დროს შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა ირანულ სამიზნეებს დაუპირისპირდნენ სპარსეთის ყურეში. სპარსეთის ყურე მას შემდეგ რაც ფრეგატი სემუელ ბი რობერტსი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაზიანდა. იმ დაპირისპირებაში ირანული სწრაფმავალი ხომალდებიც ჩაერთნენ ბრძოლაში და კომერციულ სამიზნეებს დაესხნენ თავს. ამერიკელების პასუხი მკაცრი იყო და ისტორიული კვალი დატოვა. როდესაც თეირანი ცდილობს ზღვაზეწოლის იარაღად გამოიყენოს, ვაშინგტონი როგორც წესი პასუხობს, რათა ნაოსნობის თავისუფლება აღადგინოს. სხვა ქვეყნებიც შეეჯახნენ ასეთ საფრთხეს ზღვაში. შრი-ლანკა წლების განმავლობაში ებრძოდა პატარა და სწრაფ ხომალდებს, რომლებიც ეკუთვნოდა ზღვის ვეფხვებს, ტამილ ვეფხვების საზღვაო განშტოებას. ისინი სისტრაფესა და მრავალი მცირე ხომალდის ერთდროულ შეტევებს იყენებდნენ უფრო დიდ გემებზე. წითელ ზღვაში ჰუთებთან დაკავშირებულმა ძალებმა ასევე დაიწყეს ხომალდების, დრონებისა და იმპროვიზირებული საზღვაო საშუალებების გამოყენება ვაჭრობის დასაშინებლად, რამაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აიძულა საზღვაო დაცვის მისიები გაეფართოებინათ. სქემა ყოველთვის მსგავსია. ჯგუფები ან რეჟიმები, რომლებსაც ნაკლები ტრადიციული შესაძლებლობა აქვთ, ცდილობენ მარშრუტი გახადონ ძვირი, სახიფათო და პოლიტიკურად ფეთქებადი. უფრო ძლიერი საზღვაო ძალების პასუხია ამ სივრცეში მოქმედების აღკვეთა მანამდე, სანამ შიში ბლოკადად გადაიქცევა. ეხლა შემდეგი ნაბიჯი გადამწყვეტი იქნება. თუ თავისუფლების პროექტი შეძლებს კორიდორის აქტიურ მდგომარეობაში შენარჩუნებას, მეტი გემი შეეცდება სპარსეთის ყურიდან ომანის წყლების მარშრუტით გასვლას. მაგრამ საზღვაო კომპანიები ჯერ კიდევ სიფრთხილით მოქმედებენ, რადგან საშიშია და ტრადიციულ მარშრუტებთან ახლოს ნაღმების შესახებ გაფრთხილებაა გამოცხადებული, რომლებიც ბოლომდე არ არის გაუნებელყოფილი. ეს ნიშნავს, რომ 6 კატერის განადგურება კრიზისს არ ასრულებს. ეს მხოლოდ შემდეგ ეტაპს ხსნის. უნდა შემოწმდეს იქნება თუ არა ამერიკული დაცვა საკმარისად ძლიერი, რომ საზღვაო ვაჭრობა დაბრუნდეს. ირანისთვის ამ 6 ხომალდის დაკარგვა მხოლოდ ტაქტიკური უკუსლვა არ არის. ეს არის ნიშანი იმისა, რომ სწრაფი კატერებით დაშინების სტრატეგია პირდაპირ ბარიერს წააწყდა. შეერთებული შტატებისთვის ეს ოპერაცია კონტროლის დემონსტრაცია. 2 სავაჭრო გემი გაიარა, მუქარები იქნა აღკვეთილი და მტრული ხომალდები განეიტრალდა. რევოლუციური გვარდიისთვის დილემა კიდევ უფრო მწვალდება. თუ უკან დაიხევს, ჰორმუზის კონტროლის ნარატივს დაკარგავს. თუ დაჟინებით იმოქმედებს, არსებობს რისკი, რომ სხვა ერთეულები მთელი მსოფლიოს თვალწინ განადგურდეს. და ეხლა კრიზისი მძიმე კითხვაზეა დამოკიდებული. ირანი დათანხმდება, რომ დაკარგოს ამ მარშრუტზე შიშით კონტროლი, თუ ახალ ნაბიჯებზე გააკეთებს ფსონს? ეს კვლავაც პროვოკაციაა საზღვაო ძალების მიმართ, რომლებმაც უკვე აჩვენეს, რომ უკან დახევას არ აპირებენ. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.